არ არის ვალდებული ხო შეერთებული შტატები ყველას უსაფრთხოებაზე იზრუნოს აბსოლუტურად. მას შეუძლია ხვალვე თქვას, რომ აი არ ზრუნა, მაგრამ ეს შეიძლება და უფრო სხვა დიპლომატიურ ჩარჩოებში მოეთავსათ, ისე რომ არ იქნებოდა შოკური დარტყმა. ისედაც გაიგებდა გერმანიის მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობაც, რომ ხო რაღაცა იცვლება და დროა ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ, გავზარდოთ და დაიწყებოდა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, ეკონომიკის გადაწყობა. ხო, ეს ხო უცებ ვერ ხდება. კი, რუსეთი ძალიან საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს თავდაცვაზე, მაგრამ რუსეთში პოლიტიკური გარემოება სულ სხვაა. რეალობა სხვანაირია, ევროპაში სხვანაირი რეალობა. ევროპას რაღაცა დრო ჭირდება, რომ გადაეწყოს თავდაცვაზე, თქვა 5, 6, 10 წელი მაინც უნდა რომ ჩადგეს იმ რეჟიმში. რუსეთს ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ რუსეთის მოსახლეობის 70% ისედაც სიღარიბეში ცხოვრობს და იმან არის რა არის კარგი ცხოვრება. ამიტომ რომ იქ 2%-ს მიუმატებს რუსეთი თავის თავდაცვის ხარჯებს თუ 3%-ს ხალხი ამას ვერ იგრძნობს, იმიტომ რომ ღარიბმა რა უნდა იგრძნოს, ის ისედაც ღარიბია და რაც არის იქ 20% ელიტა, ის პირიქით უფრო მეტ ფულს გააკეთებს ამ სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, იგივე სამხედრო მრეწველობის გაზრდაზე, ხო, რუსეთის ეკონომიკა დღეს დგას სამხედრო მრეწველობაზე. იმიტომ არ აწყობს პუტინს ომის გაჩერება ახლა. მას აწყობს გაჭიანურებული ომი, რომ არ ჩამოეშალოს ეს ეკონომიკა. ევროპაში სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი ეკონომიკური პოლიტიკა საზოგადოების მიმართ სხვა მიდგომა და ეს ბევრ რაღაცას განაპირობებს და ეს რა თქმა უნდა ნეგატიური შედეგები დადგება ასეთი რიტორიკისგან. ანუ ნეგატიური უფრო დადგება თავად შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე ევროპელებისთვის, ევროპელებმა უფრო გაძლიერებას დაიწყებენ და სხვა მხრივ ანუ უკვე ეჭვის თვალით შეხედავენ, გაუზიარონ თუ არა რამე ინფორმაცია ამერიკას, შემდეგში ენდონ თუ არა ამერიკას, გააღრმავონ თუ არა ურთიერთობები ამერიკასთან. ყოველთვის იფიქრებენ ამაზე უკვე. ამაზე არ ფიქრობდა ევროპა 70 წელი. დღეს უკვე ფიქრობს.